გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე. ყველას სხვადასხვანაირი საქმე გვაქვს. ვიღაცას შეიძლება უნდოდეს ახალი სამსახური, ან ახალი ბიზნესის შექმნა, ვიღაცას წონაში დაკლება ან მომატება, ვიღაცას კონკრეტული, არ ვიცი, მაგალითად უძრავი ქონების გაყიდვა ან ყიდვა. და მოდით ვნახოთ დღეს ჩვენ გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. 2 თვე საკმარისი ვადა არის იმისათვის, რომ გარკვეული ფუნდამენტი შეიქმნას. და მოდით ახლა ჩვენ ნახოთ საჯარო გაშლა თემით გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე. მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და გაშლა გვექნება დღეს ჩვენ 3 ვარიანტიანი ასეთ საინტერესო საკითხზე. და ვნახოთ აბა გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე. კონცენტრირდით. გამოვა თუ არა პირველი ვარიანტის ჩაფიქრებული საქმე, მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული საქმე და მესამე ვარიანტის ჩაფიქრებული საქმე მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში. ასე სინათლეს გავასწორებ. პირველი ვარიანტი, ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი. და ფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს. დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით. გამოვა თუ არა თქვენი ჩაფიქრებული საქმე. არკანი პენტაკლების პაჟი. პირველ რიგში მეგობრებო, თქვენ გჭირდებათ ამ საკითხზე მეტი კონცენტრაცია, მაგრამ მეტი არა ისტერიული კონცენტრაცია, არამედ სხვანაირი. და მოდით ახლა უფრო ცლად დავხსნი, რასაც გულისხმობ. ალბათ ძალიან ბევრი ეზოთერიკოსისგან, მათ შორის ჩემგანაც გსმენიათ ფრაზა, რომ აი რაც უფრო მეტად გვინდა სურვილი, ის მით უფრო შორს მიდის და ასე შემდეგ. კი, გარკვეულწილად ეს მართალი არის, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. მეგობრებო, ნიშნულოვანია ისტერიულად არ ვითხოვდეთ სამყაროსგან კონკრეტულ ენერგიას. იქნება ეს ფინანსები, იქნება ეს არ ვიცი კონკრეტული ჩვენი მიზანი, ისტერიულად ნუითხოვთ. ხვდებით ხომ რასაც გულისხმობ. არ არის საჭირო, მესმის ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, მაგრამ არ არის საჭირო ძალიან ბევრი ღელვა და ძალიან ბევრი ნერვიულობა. მაგრამ პირველი ვარიანტი, პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ მეტი კონცენტრაცია ამ საკითხზე, მეტი ყურადღება დეტალების მიმართ და გამოვა თუ არა ჩაფიქრებული საქმე 2 თვის განმავლობაში. ძალიან დიდი ალბათობით როგორც მინიმუმ დაიწყება აუცილებლად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ გამოვა თუ არა პირველი ვარიანტის ჩაფიქრებული საქმე. კვერთხების 7-იანი და კვერთხების მეფე. გამოვა მეგობრებო, აუცილებლად ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ როგორც მინიმუმ გარკვეული ფუნდამენტი აუცილებლად აშენდება პირველი ვარიანტი თქვენთვის. აქ როგორც მინიმუმ ფუნდამენტის აშენება აუცილებლად დაიწყება თქვენი ჩაფიქრებული საქმისთვის. ერთადერთი გავიმეორებ, ძალიან ინტენსიურად ნუითხოვთ სამყაროსგან ამ სურვილის ასრულებას, ამ საქმის ასრულებას. კი, თქვენ გჭირდებათ მეტი კონცენტრაცია, მეტი ყურადღება დეტალების მიმართ, მაგრამ არა ისტერიული. აუცილებლად გამოვა ყველაფერი, განსაკუთრებით ძალიან დიდ როლს ითამაშებს თქვენს შემთხვევაში გარკვეული მანიფესტაციები, ლოცვა, მადლიერება სამყაროს მიმართ, უკვე იმისათვის, რაც გაქვთ რეალობაში. მაგრამ კი ბატონო, გამოვა ჩაფიქრებული საქმე. კიდევ ერთი არკანი ვნახოთ, გამოვა თუ არა. პენტაკლების 9-იანი მეგობრებო, აუცილებლად გამოვა. განსაკუთრებით თუ ეს ეხება რაღაცის ყიდვა, გაყიდვას, თქვენს სხეულს, მაგალითად წონაში დაკლებას, მომატებას, ან გარკვეულ ფინანსურ მდგომარეობას, აუცილებლად გამოვა. აუცილებლად უბრალოდ ნუ ელოდებით რაღაც სწრაფ შედეგებს და ნუ იქნებით ისტერიულად განწყობილი ამ საკითხის მიმართ. თქვენს ხელში არის ყველაფერი, აუცილებლად ექნება თქვენს შრომას შედეგები, აუცილებლად. პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა, გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია ეს ქვა. გამოვა თუ არა, აქაც პაჟი ამოვიდა. შეხედეთ, პირველი ვარიანტი იყო პენტაკლების პაჟი და მეორე ვარიანტი თქვენთან აქ ამოვიდა თასების პაჟი.
პირველ რიგში მე აქ არ მინდა რომ ეს არკანი წავიკითხო როგორც კონკრეტული ადამიანი, მაგრამ ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში კონკრეტული პიროვნება გიშლით ხელს ამ საქმის ასრულებაში. თითქოს კონკრეტული ადამიანი გააზრებლად თუ გაუაზრებლად манипулირებს თქვენით, აქვს რაღაც ზეგავლენა თქვენს განწყობაზე. თითქოს გააზრებლად თუ გაუაზრებლად გიფუჭებთ განწყობას, გიფუჭებთ мотивაციას და ამის გამო თქვენი საქმე ფუჭდება. იმის გამო რომ ადამიანი ნელ-ნელა ასე გიწვეთავთ გონებაში რომ შენ ეს არ გამოგივა, ან შენ ისეთი ხარ, ან ასეთი ხარ, ან ეს რთულია, ან შეუძლებელია, აი რაღაც ასეთ პროგრამებს ვხედავ. შეიძლება გავიმეორებ, დიდი ალბათობით ადამიანი ამას მთლად გააზრებულად არ აკეთებს. ეს არის კონკრეტული მამაკაცი უმეტესობასთან, რომელიც ასე გონებაში გიწვეთავთ და ამ ადამიანის გამო არ გამოგდით. დავუმატოთ არკანები და ვნახოთ. გამოუვა თუ არა მეორე ვარიანტს, მათ მიერ ჩაფიქრებული საქმე 2 თვის განმავლობაში. პენტაკლების ორიანი, პენტაკლების რაინდი. მეორე ვარიანტი უფრო მეტად თქვენს ხელში არის აქ სიტუაცია, დიდი ალბათობით ან თლად გამოვა არა, მაგრამ როგორც მინიმუმ დაიწყებს გამოსვლას, ანუ აქაც მსგავსი ვითარება არის, როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში, მაგრამ ნახეთ, თქვენ აქ ჭირდებათ მეტი კომუნიკაცია საკუთარ თავთან. დიახ, ცოტა უცნაურად შეიძლება შეხედოს, მაგრამ მეტი კომუნიკაცია გჭირდებათ საკუთარ თავთან და გჭირდებათ რომ მეტად სწორად დაამუშაოთ საკუთარი თავი და საკუთარი ენერგიები, იმიტომ რომ გავიმეორებ აქ კონკრეტული ადამიანი გააზრებლად თუ გაუაზრებლად ხელს გიშლით და გჭირდებათ ის რომ საკუთარი თავი ცოტა სხვანაირად დააპროგრამოთ. გჭირდებათ ის რომ საკუთარ თავს თავად უთხრათ რომ აი მე ყველაფერი გამომივა, ყველაფერი ჩემს ხელში არის. კიდევ დავამატოთ არკანები, გამოუვა თუ არა მეორე ვარიანტს, ჩაფიქრებული საქმე. მაგი, არკანი მაგი, თქვენს ხელში არის გავიმეორებ ყველაფერი. მაგი და მზე. ეჭვი გეპარებათ რომ გამოგივათ. ნუ გეპარებათ ეჭვი. თუ თქვენ გარშემო ყველა გეუბნებათ რომ აი შენ არაფერი არ გამოგივა, შენ ასეთი არ ხარ, ეს შეუძლებელია, მაშინ მე გეტყვით. რომ თქვენ რაც ჩაიფიქრეთ ეს სავსებით შესაძლებელია, რომ შენ აბსოლუტურად ყველაფერი გამოგივა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის შენს ხელში. შენ ყველაფერი გამოგივა 100%, ყველაფერი შენს ხელში არის და შენს თავს ეს ძალიან ხშირად უნდა გაუმეორო. ძალიან ხშირად, ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე გესმის საპირისპირო. იმიტომ რომ აქ ნამდვილად ყველაფერი თქვენს ხელში არის. აუცილებლად როგორც მინიმუმ დაიწყებს თქვენი საქმე გამოსვლას. ერთადერთი დავამატებდი იმას, რომ შეიძლება თავდაპირველად მართლა მოგეჩვენოთ და ეჭვები გქონდეთ, რომ აი არა არ გამომდის, ცუდად გამომდის, მაგრამ დამიჯერეთ გამოგივათ. გამოგივათ უბრალოდ მეტი სიყვარული უნდა ჩადოთ საკუთარ თავში. მეტად პოზიტიური სიტყვები უნდა უთხრათ საკუთარ თავს. მეტად პოზიტიურად უნდა დააპროგრამოთ საკუთარი თავი. მე არ ვამბობ იმას, რომ აი სამყარო და საკუთარი თავი უნდა მოატყუოთ, იმით რომ აი მე მდიდარი ვარ, მე ყველაფერი გამომდის და ასე შემდეგ. თუმცა ხანდახან ესეც საჭირო არის, პირდაპირ ვიტყვი, ხანდახან ყოველთვის არა. მაგრამ უფრო კარგი იქნება, აი მიდევს მე ადრე დავდე ვიდეო манифестაციების შესახებ. შეგიძლიათ საბლიმინალებს მოусმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩაიფიქრეთ, ან უბრალოდ მაგალითად გინდათ რომ კონკრეტული სამსახური მოიზიდოთ, ხო, დავუშვათ. ასეთ მაგალითს მოვიყვან. მაშინ უნდა უთხრათ საკუთარ თავს, მე მარტივად ვიზიდავ ფინანსურ ენერგიებს, მე მარტივად ვიზიდავ ფულს, ჩემი შრომა და ჩემი ცოდნა სჭირდებათ ადამიანებს და ასე შემდეგ. თქვენი ენით შეგიძლიათ ასეთი რაღაცები უთხრათ საკუთარ თავს. თქვენ აქ ჭირდებათ თქვენი ჭალებში პროგრამის გადაწერა უკეთესობისკენ. სულ ეს არის მეორე ვარიანტი, უღრმესი მადლობა. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი თქვენთან გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე. ნახოთ აბა. გამოვა? პენტაკლების სამიანი. კონკრეტულად ამ არკანში ვხედავ იმას, რომ აქ აშკარად სხვა ადამიანების ჩართულობა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს საქმე გამოვიდეს. გამოვა თუ არა მესამე ვარიანტი თქვენთან, თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე მომდევნო 2 თვის განმავლობაში. იცით, რომ ამ საქმემ დაიწყოს მოქმედება და მოძრაობა თქვენს რეალობაში, დიდი ალბათობით ისე არ იმოძრავებს, ისე არ გამოვა
მთლად ისე არ გამოვა, როგორც თქვენ შეიძლება გინდოდეთ, ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, გამოვა თუ არა. იმპერატორი კაცი, ხმლების ცხრიანი. ძალიან სტრესავთ საკუთარ თავს, მესამე ვარიანტი ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან სტრესავთ და თქვენს რეალობაში არსებობს კონკრეტული მამაკაცი, იმპერატორი კაცი, ეს შეიძლება იყოს ძმა, მამა, მშობელი, ნათესავი, მეგობარი, ან ვიღაც ქალიც შეიძლება იყოს ესეთი მასკულანური ენერგიებით, ან თუ თქვენ ხართ მამაკაცი, დიდი ალბათობით თქვენ თავად ხართ, ვინც საკუთარ თავს ქვეცნობიერის დონეზე ცოტა ხელს უშლის. იმიტომ რომ აქ ვხედავ ხელის შემშრელ ფაქტორს კონკრეტული მამაკაცის ეგოს სახით. კონკრეტული მამაკაცი ახდენს თქვენზე ნეგატიურად სასიამოვნო ზეგავლენას საკუთარი ეგოს მეშვეობით. ისევ და ისევ გავიმეორებ, შეიძლება თავად თქვენ იყოთ, თუ თქვენ მამაკაცი ხართ, ხო? ან ისეთი მასკულანური ენერგიის მქონე ქალი თუ ხართ. და როგორ აკეთებს ამას იცით? აქ მოდის ეგოს მეშვეობით ნეგატიური ზეწოლა, ან შეჯიბრი, მე შენზე უკეთესი ვარ, მე უფრო კარგად გამომდის, ან ესა და ეს ქალის საქმე არ არის და ასე შემდეგ. ან მოდის ეგოს ზეწოლა მანიპულაციებით, იმით რომ მე მოვაგვარებ, შენ ამაში ნუძურებიო. ხოლო თუ თქვენ თავად იცანით საკუთარი თავი ამ იმპერატორი კაცის არკანში, აქ შეიძლება იყოს, იცით როგორი მომენტი, ეგო ხელს გიშლიდეთ, იმიტომ რომ ცდილობდეთ ზედმეტად სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას, ზედმეტად დარდობდეთ რეპუტაციაზე, სხვების აზრებზე. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, ის ინფორმაცია უბრალოდ ძალიან ბევრთან რეზონირდება ასე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, გამოვა თუ არა მესამე ვარიანტის ჩაფიქრებული საქმე. ხმლების ხუთიანი. აქ ენერგეტიკული ქურდობის შანსი არის ძალიან დიდი, ამიტომაც მაქსიმალურად ფრთხილად იყავით, ვისთან რასახის ინფორმაციებს აზიარებთ ამ 2 თვის განმავლობაში. ასევე იქნებით ისტერიულად განწყობილნი ამ საკითხთან. მესმის ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, მაგრამ ხშირად აქ შეიძლება თქვენმა ემოციებმა ხელი შეგიშალონ. მე არ ვამბობ იმას, რომ ემოციები უნდა დაათრგუნოთ ან გადაყლაპოთ, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ყველაზე ცუდი არის, რასაც ადამიანები ვუკეთებთ საკუთარ თავს, საკუთარ ენერგიებს და საკუთარ ჯანმრთელობას. მაგრამ ვიტყოდი ასე, რომ თქვენ ზედმეტად ბევრ მნიშვნელობას ანიჭებთ ამ საკითხს, ვიდრე ეს რეალობაში შეესაბამება. კი შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ დამიჯერეთ ბევრად უფრო მნიშვნელოვნად აღიქონთ, ვიდრე ეს რეალობაში შეესაბამება. და რეალურად ამ საკითხის მოგვარება, ამ საქმის მოგვარება ბევრად უფრო მარტივი არის, ვიდრე ჩანს ერთი შეხედვით. გამოვა თუ არა 2 თვის განმავლობაში, ამ არკანებიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ დიდი ალბათობით 2 თვის განმავლობაში ან არ გამოვა, ან დაიწყებს ნელ-ნელა საქმე მოძრაობას, უბრალოდ არც თლად ისეთი მიმართულებით არა, როგორც თქვენ შეიძლება გინდოდათ. შეინარჩუნეთ ინფორმაციული ფილტრი, ინფორმაციული სიფრთხილე, დაფიქრდით, ვის რა სახის ინფორმაციებს უზიარებთ ხოლმე, ნაკლებად ემოციურად შეხედეთ ამ საკითხს, შეძლების დაგვარად. დაფიქრდით, რატომ გინდათ ასე ძალიან ეს რაღაც, იმიტომ რომ თითქოს რაც თქვენ ძალიან გინდათ, ამის მიზეზი სულ სხვა რაღაც შეიძლება იყოს და რეალურად სულ სხვა რაღაც შეიძლება გჭირდებოდეთ. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. ერთადერთი მესამე ვარიანტი გეტყოდით იმას, რომ საქმეს კი ბატონო პოტენციალი აქვს, ამიტომაც 2 თვის განმავლობაში რომც არ გამოვიდეს, არ დანებდეთ, ხო? უბრალოდ გაანალიზეთ ის, რაც მე თქვენ გითხარით. მე კი ამაზე ყველას დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა. წარმატებული, ბედნიერი, ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.